ყველა სარეხება, მაგრამ ამ დარბაზში მე ვხედავ რამდენიმე დიახაც კრიმინალს, ჩვეულებრივად კრიმინალს. ბატონი კობახიძე 1 და ბატონი ენზელ კოიანი. ეს არის 2. და ახსნი რატო? ერთი წუთი რა, ერთი წუთი შენ და მე ისაუბრე. კეთილი ინები და მომისვენე და მე ისაუბრე. ენზელ კოიანი ყავთ აქ ადამიანი, აქ ეხა ხდომა დაიწყეთ ერთ-ერთმა თქვენმა დეპუტატმა. გთხოვთ, გეყოთ. მოთმინება და მომისვინეთ. როდესაც დაიწყო საუბარი და მიესალმა საოცარ განვითარებას და პროგრესს ქვეყანაში. წარმოუდგენელ პროგრესს და სალომე ზურაბიშვილის არჩევას დაარქვა წარმოუდგენელი განვითარება დემოკრატიული პროცესისა. თქვენ სინდისზე არის დიახაც როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა ამ არჩევნების პროცესში და ეს ეხება დიახაც ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორს, მეორე ახალქალაქში განხორციელებულ უმოწყალო თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე, სადაც 4 ადამიანი უმოწყალოდ იყო ნაცემი იარაღის ტარებით და რას ბედავ შენ ვიღაცაა გვარი წარმიცი შენ. ერთი ხმა მაინც თუ ამოგიღია და გითხრას ან დაგიგბია, როდესაც შენი წევრები აი აქ შენი კოლეგის მეთაურობით, ენზელ კოიანის მეთაურობით შევარდა გრიგოლ ვაშაძის შტაბში და გაუხეთქეს თავები და სახეები. და მესამე დღეს ვიდრე ესე თავს იწონებ ვიღაცის წინაშე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ებძვის სიკვდილს დიახაც ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი დიახაც ეს არის სისხლიანი არჩევნები რომელიც თქვენ ჩაატარეთ ძალადობაზე ვსაუბრობ აღარ ვსაუბრობ გაყალბებაზე იმ კრიმინალებზე რომელიც თქვენ წაახალისეთ და რომელიც ჩაიბით და თქვენ ვეხტებით მეტაპობრივად სხვაფრით ადევნებთ ალბათ თვალყურს ხო იარაღიდან ისრიან ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქში იმიტომ რომ ვარში ხართ ამ ხალხთან ხახდო და არ გეგონოთ რომ ხართ გამარჯვებულები დიახაძე არ გეგონოთ რომ ხართ გამარჯვებულები ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბური ძალადობა რომელიც გაახორციელა თქვენმა გუნდმა და თქვენ ბატონო კობახიძე ხართ დამნაშავეების მფარველი როდესაც დამნაშავე ენზელ კოიანს აცხადებს გმირად დიახაც თქვენ ხართ ასევე დამნაშავე მათ შორის მართლმსაჯულების წესითაც ვინაიდან კანონის თანახმად დამნაშაულის მფარველიც დამნაშავეა და არ აკავთ არანაირი მორალური უფლება ისაუბროთ იმ რიხით როგორც ეხა საუბრობთ, მაგრამ მე ვიცი რატომაც საუბრობთ. უბრალოდ თავს იწონებ და რაღაცა შეიძლება პრემია გამოგიწერონ. ვინ ხართ საერთოდ გვარი და სახელი თუ იცის ვინმე. ჩვეულებრივი მოძალადე ყავთ მეთქი აქ დარბაზში. ჩვეულებრივი მოძალადე ენზელ კოიანი და რამდენიმე დღეში თქვენ მათ შორის იხილავთ რა მასშტაბის გაყალბებას ქონდა ადგილი და ამ ვიდეო კადრებს იხილავთ. ამ ვიდეო კადრებს იხილავთ და კიდევ ერთი როგორც მინიმუმ ძინე დამნაშავე აღმოჩნდება ამ დარბაზში და ეს შემიძლია ეხავე დაგიანოსოთ ერთ-ერთი იქნება ბატონი ოქიაშვილი დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი ამიტომ თქვენი ყვირილის და წევილის არავის არ ეშინიათ თქვენ ხართ დამნაშავეები და კრიმინალები და ბრმამორჩილებაში მყოფი ადამიანები ყველას არ ეხება მაგრამ თქვენ განსაკუთრებით ხართ და დაკრებობას არ განიცდით თქვენი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ბრმამორჩილობაში მყოფი ადამიანები ხართ მოგლეთ პირველ რიგში ეხა თუ შეიძლება 30 წამი რო დამიმატოთ რა ერთი წუთით ჯერეთიც აუცილებლად უნდა გაუსვა ხაზი სკოლის დაასრულებინეთ ლოცნებაში ვინც ითხოვს გამოძიებას სკოლის დირექტორის ყველობის ფაქტთან დაკავშირებით? ან რა мотивაცია, რატო ვიდაიდან ერთად თამაშობდნენ რასადროდის ამიტომ? და სხვებს არა? თქვენ არ გეხებათ? თქვენ რატო არ მოაწერეთ ხელი? აი თქვენ რატო არ მოაწერეთ? რატო არ შეუერთდით იმოთ თქვენ დეპუტატს და რატო არ ითხოვთ გახარიასგან გამოძიებას? იმ კრიმინალი გახარიასგან რომელმაც ჩაიდინა ისაც ჩაიდინა სამეგრელოში. და იმ ადამიანის გარკვეულწოდ იმ ადამიანის სინდისია ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და მათ შორის სიცოცხლე. ბატონო ნიკა, თქვენი გამოსვლა 4-წუთიანი გამოსვლა იყო სავსე, შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მე მოგიწოდეთ ბატონო ნიკა, სარკაში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს. დაკარგულ სახეს არ შეიძლება მარცხმა ასე დაგაკარგინოთ სახე.
სერცხვილია. მარცხსაც სჭირდება ღირსეულის შეხვედრა თქვენ ართ უღირსი დამარცხებული. ბატონო გიგა პროცედურაზე.